ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება გაკეთდა. პრესკონფერენციაზე თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძემ ვითარების ამსახველი ვიდეო გრაფიკული რგოლი წარმოადგინა. მისი თქმით, ვინაიდან ბიბლიოთეკის ცენტრალურ შესასვლელთან ბევრი ხალხი იყო, იქ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დედაქალაქის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები. ასევე სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურისთვის შეთავაზებული იყო ორი ალტერნატიული გზა შენობაში შესასვლელად. მისივე განმარტებით პირველად ვითარება სწორედ მაშინ დაიძაბა, როცა თენგის გუნავამ ალტერნატიული გზის გამოყენებაზე უარი თქვა და ბიბლიოთეკაში შესვლა ცენტრალური შესასვლელიდან სცადა. ალტერნატიული შესასვლელის სარგებლობაზე უარი თქვეს ქალაქის მერმა და მისმა თანხმებმა პირებმაც, რამაც ასევე გამოიწვია შეხლა-შემოხლა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მთაწმინდა კრწანისის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს. მომხდარის გამო დაკავებულია რამდენიმე პირიც. ვინაიდან ბიბლიოთეკის ცენტრალურ შესასვლელთან იყო ხალხის დიდი რაოდენობა, შესასვლელთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, დედაქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს მობილიზება. ჩვენ სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურს შევთავაზეთ ორი ალტერნატიული გზა. შენობაში შესასვლელად ორი კორიდორი ორგანიზებული იყო ფურცელაძის ქუჩიდან, საიდანაც თავისუფლად შეეძლოთ მსურველებს შენობაში შესვლა. ორივე კორიდორი მეორე კორიდორი კი იყო ჯორჯაძის ქუჩის გავლით გუდიაშვილის ქუჩაზე მიმდებარე შესასვლელთან. ჩვენი შეთავაზების მიუხედავად, რომ მათ ესარგებლად ალტერნატიული შესასვლელებით, მათგან მივიღეთ პასუხად უარი.